ეკატერინე ნაცვლიშვილი, პროფესიით კონდიტერი. მუშაობ აგრარულ უნივერსიტეტში, კულინარიის აკადემიაში, სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებელი იკარუსი და მაქვს ჩემი საკონდიტრო. კონდიტერი გადავწყვიტე, რომ გამხდარიყავი სულ რაღაც 6 წლის წინ. ბავშვობიდან მიყვარდა ცხობა. მიყვარდა დაგემოვნება რაღაცების და გემოების აღქმა. თავარი კონდიტერიაში ეს არის. კონდიტერი როგორც პროფესია არ არის ჩარჩოებში ჩასმული, ანუ ძალიან შეგიძლია ფართოდ აღიქვა. თავარია უნდა გქონდეს გემოების აღქმა სწორედ, გემოების შეთავსება, სიყვარული, შრომის უნარიანობა და ძალიან დიდი მოთმინება. კონდიტერი ნიშნავს ძალიან დიდი პასუხისგებლობას ნიშნავს პირველ რიგში, იმიტომ რომ ადამიანის ჯანმრთელობას აწეხები. ქმნი ნაწარს, რომელიც უნდა იყოს უსაფრთხო, აწარმოებ ნამცხვარს, რომელიც არის გემრიელი, ჯანმრთელი პირველ რიგში, მრავალფეროვანი, აკეთებ ბისკვიტს, ამზადებ ნედლეულს, სწორედ არჩევ ყველაფერს, თქვიფავ, აცხობ, სწორედ აცხობ, არჩევ ცხობის ტემპერატურას, ამთავრებ ვიზუალურ მხარეს, აძლევ ბოლო დასრულებულ სახეს, რომელიც გაქვს უკვე მომხმარებლის ბოლო საფეხურია, უკვე მომხმარებელი იღებს ამას, იძენს და არის კმაყოფილი. როდესაც მართავ შენ საკონდიტრო ხაზს, აუცილებლად გჭირდება პირველ რიგში მენეჯმენტის ცოდნა. მთავარია, რომ პირველ რიგში იცოდეს ნედლეულის შერჩევა, ანუ ტექნოლოგია. იგივე შოკოლადის, შაქრის, ფქვილის, რისგანაც ამზადებს. გვეხმარება ცოტა ქიმიაც აუცილებლად, იმიტომ რომ სწორე განაწილება უნდა იყოს ინგრედიენტების. არის შეფ კონდიტერი და ჩვეულებრივი კონდიტერი. მოდი დავიწყოთ იქიდან, რომ შეფ კონდიტერს უნდა გქონდეს ასე ვთქვათ, მართვის უნარი, ადამიანებთან ურთიერთობის ძალიან დიდი უნარი, იმიტომ რომ ფაქტიურად გიწევს კლიენტთან ურთიერთობა, თანამშრომლებთან ურთიერთობა. ჩვეულებრივ რიგით კონდიტერს, რომელიც მოდის და გეხმარება და იღებს მითითებებს, უნდა გქონდეს იმის უნარი, რომ მიიღოს სწორედ შენიშვნა და აღიქვას ის, შეძლოს მისი გამოსწორება, სირთულეებს მოიცავს ის, რომ პირველ რიგში არის ძალიან დიდი პასუხისგებლობა, როდესაც ქმნი რაღაც ნაწარმს, რომ ის იყოს უსაფრთხო, მოითხოვს ძალიან დიდ შრომას, მოთმინებას, ძალისხმევას, რომ ეს ყველაფერი იყოს აბსოლუტურად დახვეწილი, ელეგანტური და საკვები იყოს პირველ რიგში უსაფრთხო. მე ვფიქრობ, რომ კონდიტერისთვის არის ყველაზე დიდი ბედნიერება ეგ, როდესაც ქმნი ჯანმრთელ პროდუქტს, უსაფრთხოს და ყველა კმაყოფილია. სოფლიოში ძალიან მაღალ დონეზეა განვითარებული კონდიტერია. ჩვენთან ცოტა ასე ვთქვათ, ჩამორჩა ეს სფერო და აქტიურად ვითარდება ეხლა. ჩემი 7 წლის პრაქტიკის განმავლობაში ეტყობა, რომ ვითარდება ეს სფერო და ყველას უნდა პროფესიონალი კადრი, რომელიც შექმნის არა იმ ნამცხვარს, რომელიც სიტყვაზე ყველგან არის, არამედ შეიმუშავებს თავის კონკრეტულ მენიუს, თავის კონკრეტულ ნაწარმს. ყველა კონდიტერის და შეფ კონდიტერის ყველაზე დიდი წარმატება არის ის, როდესაც ქმნის შენ და ხსნის შენ საკონდიტროს, სადაც ხარ აბსოლუტურად თავისუფალი, არავინ არაფერში არ გზღუდავს და შეგიძლია განავითარო უამრავი ფანტაზია. პირველ რიგში რა რჩევას მივცემდი, რომ როდესაც ირჩევენ პროფესიას, აუცილებლად უნდა უყვარდეთ ეს საქმე. უნდა უყვარდეთ ის ნედლეული, რასაც ეხებიან, უნდა გრძნობდნენ, უნდა ქმნიდნენ ამას სიყვარულით.